ესე იგი მოგესალმებით ჩემო ერთგულო მაყურებელო და დიდო მაყურებელო. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება დარვინიზმი, ლამარკიზმი და რელიგია. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით თუ ვინ იყო დარვინი. დარვინი იყო ბრიტანელი მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა ევოლუციის თეორია და სახეობათა გადარჩენის თეორია. მოკლედ რო შევეხოთ მის ასე ვთქვათ ავტობიოგრაფიას, ესე იგი დარვინი ასე ვთქვათ თავიდანვე არ გამოირჩეოდა ასე ვთქვათ დიდი განათლებით, არც უყვარდა სწავლა. მისი ინტერესის წყარო იყო ზუსტად ნადირობა და ამ ნადირობამ გამოიღო ის შედეგი, რომ ის აკვირდებოდა სხვა ასე ვთქვათ სახეობის ცხოველებს, თევზებს, ფრინველებს, ანუ ყველა სახეობის ორგანიზმს და მოკლედ ამ დაკვირვების შედეგად ზუსტად მან შეიმუშავა აი ეს თეორია. და მისი ასე ვთქვათ პირველი დაკვირვება იყო გალაპაგოსის კუნძულებზე არსებული სკვინჩები, რომლებიც ნისკარტის ზომით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ამავდროულად ადგილმდებარეობის მიხედვითაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ და ამით რა დაასკვნა დარვინმა, რომ ყველა სახეობა დროთა განმავლობაში განიცდის ცვლილებას, როგორც ასე ვთქვათ გარეგნულს, ისე მემკვიდრელს. ანუ გარემო პირობებიდან გამომდინარე ყველა ცოცხალი არსება ცდილობს თვითგადარჩენას და ადაპტაციას. დარვინმა ასე ვთქვათ თქვა, რომ სახეობათა ცვლილება ხშირად გამოწვეულია ზუსტად მემკვიდრეობით, რომ თუ სახეობებს ყავთ საერთო წინაპარი, შეიძლება ამ საერთო წინაპრის შემდეგ დროთა განმავლობაში თავიანთ შთამომავლობებში ასე ვთქვათ მემკვიდრეობით შეიცვალოს რაღაცა ნიშან-თვისება. ასევე ის ამბობდა, რომ ყველა სახეობა, ანუ დარვინი სახეობას არ განიხილავდა, ანუ ერთ სახეობას არ განიხილავდა, ერთ ორგანიზმს არ განიხილავდა, დარვინი განიხილავდა მთლიანად პოპულაციას, ასე ვთქვათ, რომ ამ პოპულაციებში, ამ სახეობებში ხდება კონკურენცია, ანუ ვინც უფრო ძლიერია და ვინც უფრო კარგად არის შეგუებული გარემოს, მით უფრო, ის გადარჩება. ის ამ პოპულაციაში აპირისპირებდა ოჯახებს ერთმანეთში. ასევე ის ამბობდა, რომ იცი რა, თუ დავუშვათ ორგანიზმს აქვს დავუშვათ წითელი ფერი, დროთა გასვლის შემდეგ შეიძლება მის შთამომავალს ჰქონდეს ლურჯი ფერი. ანუ ეს ამბობდა იმით, რომ ესე იგი გარემო პირობებისა და თვითგადარჩენის მიზნით შეიძლება ორგანიზმმა ადაპტაცია განიცადოს და შეიცვალოს, ასე ვთქვათ, მისი დამოკიდებულება. ასევე დარვინი აქ განიხილავდა, ერთ-ერთი მაგალითი არის, ესე იგი ქორზე და თაგვზე განიხილავდა და ამბობდა, რომ ესე იგი მოკლედ თაგვებიო საცხოვრებლად ტერიტორიაზე გადავიდაო, სადაც ბევრი შავი თაგვი იყო, მაგრამ ბუნებრივი გენური ვარიაციის გამო ზოგიერთი თაგვიო შავი იყო, მაგრამ ზოგიერთი ყავისფერი და ამით ისი თქმა უნდა, რომ როდესაც ფრინველი გადაუფრენდა თაგვებს, ძირითადად ყოველთვის მსხვერპლის როლში გამოდიოდა ყავისფერი თაგვები, რადგან ფრინველისთვის თვითონ ეს ფერი, ასე ვთქვათ, უფრო მკაფიო იყო. და ამით დარვინმა რა თქვა, რომ ამ შავსა და ყავისფერ თაგვებში გადარჩება რა თქმა უნდა შავი თაგვი, იმიტომ რომ ისინი უხილავია ფრინველისთვის, შესაბამისად თვითგადარჩენის, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ინსტინქტი და თვითგადარჩენის, ასე ვთქვათ, უფრო მეტი შანსი აქვს შავ თაგვებს. ამას ამბობდა ძირითადად დარვინი და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ დარვინის თეორია
დასაბამი მისცა ზუსტად აი შემდეგ უკვე მენდელის მიერ შემუშავებულ ასე ვთქვათ სახეობათა ისა რა ქვია სახეობათა განვითარებას და ცვლილებას ცხრილის მეშვეობით. მაგრამ ეს უკვე იყო უფრო 60-იან წლებში უკვე დარვინი აღარ იყო და შესაბამისად ან დარვინს რო ცოდნოდა ზუსტად ის რაც მენდელმა შეიმუშავა მის შემდეგ უფრო ასე მგონია და იმასაც ვიტყვი რომ დარვინის თეორია ამით ზუსტად შეივსებოდა. და ახლა ნუ გადავიდეთ ლამარკზე. ლამარკი იყო დარვინის კონკურენტი და ასე ვთქვათ, მოდი ვიტყვი იმას, რომ ლამარკი იყო პირველი ფუძემდებელი ზუსტად ამ ევოლუციის და ნუ მამადაც იწოდება რა, მაგრამ ლამარკი განსხვავებით დარვინისგან ამბობდა, რომ ესე იგიო ორგანიზმებსო აქვთო ორგანიზმებიო თავიანთ სხეულს და ნუ თავიანთ ასე ვთქვათ ნიშან-თვისებასო ავარჯიშებენო, ვარჯიშობენო იმისთვის, რომ ისინი უკეთ შეეგუონ ასე ვთქვათ გარემოსო და ნუ გარემოში გადარჩენო და ანუ ის ორ მიმართულებით განიხილავდა ამ ყველაფერს, რომ ერთი ამბობდა, რომ ნუ გარემო პირობები ცვლისო ზუსტად ამ ცოცხალ ორგანიზმების ნიშან-თვისებებსო, ხოლო მეორე მიმართულებაც ის განიხილავდა, რომ ანუ ესე იგი გარედან შეძენილი გადადის შემდეგ მემკვიდრეობით თავიანთ შთამომავლობაზე. ანუ ის განიხილავდა როგორც მემკვიდრეობას, ისე იმას რა ქვია, გარედან შეძენილ ნიშან-თვისებას, მაგრამ რატო უპირისპირდებოდა ახლა ნუ დარვინს და რატო იყო ერთმანეთის მიმართ ეს ორი თეორია წინააღმდეგობაში, რომ ანუ ძირითადად ლამარკი ცოცხალ ორგანიზმებს ანიჭებდა აზროვნების საშუალებას, რომ ცოცხალი ორგანიზმი აზროვნებს და შესაბამისად რადგან აზროვნებს ის ავარჯიშებს თავის სხეულს რომ გადარჩის. ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ჟირაფზე, ზუსტად ჟირაფის მაგალითი ლამარკის თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო მაგალითია და ლამარკი ამით ამბობდა, რომ ესე იგიო ჟირაფების წინაპრებიო თავდაპირველად იყვნენო დაბალკისრიანებიო, მაგრამ ნუ უყედო თვით გადარჩენის მიზნითო რადგან რომ მათო სჭირდებოდა საკვებიო და ისინიო ამ კისრითო ვერ წვდებოდნენ ხესო ამ წინაპრებმა მოკლედო იაზროვნესო და გაავარჯიშესო ეს კისერიო, ანუ ავარჯიშებნენო ამ კისერსო და ამ კისრის გავარჯიშების შემდეგ მაგას ჟირაფებსო ჩამოუყალიბდათ გრძელი კისერიო და შემდეგ ამ გავარჯიშების შემდეგ ეს გრძელი კისერიო შემდეგ უკვე შთამომავლობას გადაეცავა, ანუ ყველა ჟირაფს აღმოუჩნდაო და ანუ ამას ამბობდა, რომ ესე იგი გარედან შეძენილი ნიშან-თვისებებიო გადადისო იმითო რა ქვია მემკვიდრეობითო და დარვინი ამას არ ამბობდა. დარვინი ამბობდა, რომ იცი რა გარედან შეძენილი თვისებები კი არ გადადის მემკვიდრეობით. შეიძლება გარედან შეძენილი ნიშან-თვისებები არ გამოვლინდეს იმ ყველა შთამომავლობაში, რაც შემდეგ უკვე ასე ვთქვათ გამრავლებას დაიწყებს. ანუ დარვინი უფრო ამბობდა, რომ ესე იგიო გარე რჩება გარეთ ისევ და მემკვიდრეობა რჩება, ანუ მემკვიდრეობა უკვე ანუ გამრავლებიდან იწყება ეს ნიშან-თვისებები და არა გარედან. ასევე ლამარკის თეორიაში კიდევ ფართო გავრცელებული მაგალითი იყო მოკლედ ეს გველზე რა, რომ გველსო თავდაპირველად ჰქონდა ფეხებიო, მაგრამ ისო თვით გადარჩენის გამო ქვებშიო ვერ ძვრებოდა, შესაბამისად რადგან ქვებში ვერ ძვრებოდა, მანუ იაზროვნაო და გაავარჯიშა ეს ფეხებიო მოკლედო და გადაწყვიტაო, რომ მასო ეს ფეხები აღარ ჭირდებოდაო და მუცნით ხოხვა უფრო გამოსადეგი იქნებოდა, ანუ შემდეგო ანუ გველებსო ამ გავარჯიშების შედეგად და თვით გადარჩენის მიზნით ეს ფეხებიო მოშორდათო
და უკვე დაიწყეს მოცით ყოფნა. მოკლედ ეს იყო ეს ორი თქვათ დიდი მეცნიერის მიუხედავად იმისა, მაინც დიდი მეცნიერის თეორიები და რატო უპირისპირდება ახლა ეს რელიგიას ესე იგი ჩვენ რელიგიიდან ვიცით რომ ესე იგი მოკლედ ცოცხალი ორგანიზმები, რა თქმა უნდა, იმ 6 დღის განმავლობაში შეიქმნა, როდესაც ღმერთი ქმნიდა სამყაროს და 6 დღე მოუნდა ამ სამყაროს შექმნას და რელიგიას რატო უპირისპირდება? თუ ჩვენ ღმერთის გვწამს, მაშინ ჩვენ უნდა უარყოფდეთ დარვინიზმს და ლამარკიზმს. მაგრამ თუ დარვინის გვჯერა, ჩვენ მაშინ არ გვწამს ქრისტესი. რელიგია ამბობს, რომ ცოცხალი ორგანიზმები ცოცხალ ორგანიზმებს ის სახე აქვთ, ზუსტად როგორი სახეც ჰქონდათ იმ პერიოდიდან, როდესაც უფალმა ისინი მოავლინა, ასე ვთქვათ, სამყაროს. რელიგია არ უარყოფს იმას, რომ შეიძლება გარემო პირობები მოქმედებდეს ნიშანთვისების ცვლილებაზე, გარეგნულ ნიშანთვისების ცვლილებაზე, მაგრამ ის ამბობს, რომ ქრისტემ სრულად შექმნა ყველა ორგანიზმი, სრული ასე ვთქვათ, სახე მიანიჭა და ის სრული სახე დღესაც აქვს, როგორც თავიდან ჰქონდათ. ასევე ლამარკი იმაში ცდებოდა, რომ ლამარკი ამბობდა, რომ ადამიანის შთამომავანიო არისო მაიმუნიო, ის განიხილავდა, რომ ესე იგიო თავდაპირველად ადამიანის შთამომავალი იყო მაიმუნიო და შემდეგ ამ თვითგადარჩენისა და განვითარების შედეგადო მან უკვე მოიშორა ესო მეწვიო ეს რაღაცეებიო და მოკლედო ახლა როგორი სახეც გვაქვსო ისეთი სახე ჩამოვყალიბდითო და პირიქით რელიგია ამბობს რომ იცი რა პირველი ადამიანები იყვნენ ადამი და ევა და ამ ადამი და ევის გამრავლების შედეგად გამრავლდა ერი რელიგია ამბობს რომ ადამიანი ზუსტად ისეთია როგორიც იყო ადამი და ევა და არა დავუშვათ მაიმუნის შთამომავალი რა ასევე ისტორიაშიც განიხილება ზუსტად ეგ საკითხი რომ ადამიანის პირველი შთამომავალი წინაპარი არისო მაიმუნიო მაგრამ ეს ყველაფერი მოკლედ მეცნიერება და რელიგია უპირისპირდება ერთმანეთს და იცი რა ან ერთის უნდა გწამდეს ან მეორეს ან ორივე ვერ იქნება ჭეშმარიტი სამწუხაროდ შესაბამისად ლამარკის თეორია დარვინიზმს ზუსტად ერთ-ერთი მიზეზის გამო რასწორმაც უპირისპირდება ის საერთოდ ლამარკი განიხილავდა ადამიანს როგორც მაიმუნის შთამომავალს და ის ამბობდა რომ ცხოველები ავარჯიშებენ თავიანთ სხეულს რომ განვითარდნენო ხოლო დარვინი განიხილავდა სახეობებს როგორც ასე ვთქვათ ბუნებრივი გადარჩენის შედეგს რომ ისინი მუტაციების შედეგადო ან ორგანიზმი მუტაციას განიცოდა მუტაციის შედეგადო ყალიბდებიანო და გარემო კლიმატური პირობები მოქმედებს მათზეო. მოკლედ ეს იყო ჩვენი დღევანდელი საკითხი. იმედია მოგეწონათ და დაგეგმდებით 2 თვის შემდეგ.